მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. დღეს ახალციხელობა თარიღთან დაკავშირებით რაბათის ციხის ტერიტორიაზე სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. წელს პირველად 13 წლის განმავლობაში დღევანდელ დღეს საპატიო ახალციხელი არ გამოულენიათ. ახალციხის მერის ირაკლი ლაზერაშვილის თქმით, წელს დაინტერესება არ ყოფილა და არც განცხადებები წარუდგენიათ. რატომაც არ იყო ესეთი დაინტერესება საზოგადოებიდან არ იყო შემოსული სხვადასხვა ორგანიზაციების შემოთხოვნა განაცხადი. რა თქმა უნდა, რადგან არ იყო ესეთი მომართვიანობა და არც ერთი მსგავსი განცხადება მომართვა არ ყოფილა. მეც შევიკავე თავი, რომ პირადად მერს აქვს უფლება დაასახელოს, მაგრამ შევიკავე, რა თქმა უნდა, თავი, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ კონკურენტულ გარემოში განხილვა უკეთესია და ასეთ ვფიქრობ, როდესაც ხარ ამ ქალაქის მოქალაქე, ახალციხელი უკვე საპატიოა, პირადად ჩემთვის ახალციხელობა ნამდვილად საპატიოა. იყო და იქნება ყოველთვის. ღონისძიებაზე არ დაუსახელებიათ საპატიო ახალციხელები, თუმცა დაასახელეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდიანტები. წელს სტიპენდია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის 54 სტუდენტმა მიიღო. ახალციხელობის ღონისძიებასთან დაკავშირებით მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა და ადგილობრივმა შემსრულებლებმა. მაგალითად, მერიას, კახაბერის და ხანუმების ჩამოყვანა 16500 ლარი დაუჯდა, თუმცა მუნიციპალურ ორგანოს არც ერთი თეთრი არ გადაუხდია ადგილობრივი შემსრულებლებისთვის. ახალციხის მერი ირაკლი ლაზერაშვილი აღნიშნულს შემდეგნაირად განმარტავს. ადგილობრივ შემსრულებლებს თუ მაგაზე გვაქვს საუბარი, ჩვენ გვაქვს ერთგვარი ურთიერთობა, სადაც ერთობლივად ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ქალაქის დღეს და რა თქმა უნდა აქ ჰონორარი არ იგულისხმება ხოლმე, მაგრამ როცა ხდება მოწვევა სტუმრების, ესეთი შემსრულებლების, რომელიც არის მოწვეული შემსრულებლები, რა თქმა უნდა, იქ უკვე ჰონორარის გადახდა ხდება. ადგილობრივ შემსრულებლებს ძირითადად წარმოადგენელები არიან ბავშვები და ბავშვებზე ხა ჰონორარის გაცემა ცოტა მე ვფიქრობ რამდენად მისაღებია, თუნდაც რამდენად ეთიკურია ხა ბავშვებზე ჰონორარის გაცემა, ბავშვი იზრდება, ეს არის წარმოდგენა, რომ წარმოადგინონ და აქ ორივე კი არა და რა თქმა უნდა მთელი ახალციხელობა ართ ერთად იმ განწყობით, რომ ჩვენი ბავშვები, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები წარსდგნენ ჩვენს წინაშე, საზოგადოების წინაშე, ქალაქის წინაშე და მე ვფიქრობ, მუნიციპალიტეტი მუდმივად მცირე მხარდაჭერას ყოველთვის ახორციელებს ამა თუ იმ ანსამბლების მიმართ. ასე რომ არ დგას დღის წესრიგში მსგავსი, რომ რაღაც აუცილებლად კონცერტებში მოხდეს ჰონორარის და ფინანსური გადახდა. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.